გადაცემა ავტოგრაფი. ასე შესანიშნავ გარემოში ვარ. ამ ქვეყანაში ლეგენდები ცხოვრობენ. დავიწყო. საინტერესო ეს არის პროცესია. როცა ეს არ არის, არაფერი არ არის მაშინ. ტრადიცია გადადის საუკუნიდან საუკუნეში. ესაა ჩვენი ისტორია, ეს არის ჩვენი გენეზისი. შენ ხარ ნაწილი უზარმაზარი ცივილიზებული სამყაროს. იმედი რომ კულტურა ყველაზე დიდ ავტოგრაფს ტოვებს კაცობრიობის ცნობიერებაზე. უნდა გიყვარდეს შენი საქმე. განწყობა უნდა გქონდეს, რომ იმღერო. ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია რომ გააკეთო შენი საქმე. ეს არის არისტოკრატიზმით სავსე გადაცემა. ეს არ არის ველმოდური მართლა. აი ეს არის თანამედროვე. ადამიანები მოდიან სიყვარულით ჩვენს გადაცემას. სიყვარულს ყავლი არ გაზდის, არც სიცოცხლეში და არც სიცოცხლეში. ამ ადამიანების გარეშე ეს არ გამოვიდა და ქვეყანას უმასპინძლებ, რომელსაც საქართველო ქვია. იუმორი იყო ყველგან და ყველაფერში. ჩემი ასაკის ადამიანებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. გამოვიდა ის, რაც მინდოდა რომ გამოსულიყო. მინდა რომ ეს გადაცემა გრძელდებოდეს სულ. დღეს მე დავინახე რომ ქართული საზოგადოების სიტყვა ისმენდა. ამას ვაგრძელებთ ახლა. აი ეს ასე უნდა გაგრძელდეს. საღამო მშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები ტელეკომპანია იმედის მაყურებელს და რადიო იმედის მსმენელებს. ეთერშია გადაცემა ავტოგრაფი, მე ნიკოლოზ სულუკიძე გახლავართ. ჩვენ სულ ვამბობთ რა მნიშვნელობა აქვს ავტოგრაფს და განსაკუთრებით მუსიკალურ ავტოგრაფს. ძალიან ხშირად ჩვენს გადაცემაში ჟღერს სიტყვა ტრადიცია და ჩვენი დღევანდელი გადაცემა სწორედ ტრადიციის გაგრძელებას ეძღვნება. ქართული ხმები, ის მნიშვნელოვანი ბრენდი მე-20 საუკუნისა, რომელმაც ახალი გუნდი შექმნა და 21 საუკუნეში ღირსეულად დაიწყეს უფროსი თაობის გზის გაგრძელება და სწორად მივხვდით. ჩვენ ახლა ქართულ ხმებზე უნდა ვისაუბროთ და სტუდიაში კახა გრიგალაშვილი მოვიწვია. კახა, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად, თავიდან რო დავიწყოთ. რას აკეთებდით მანამ, სანამ ქართული ხმები გახდებოდა? პირველ რიგში რა თქმა უნდა მადლობა მოწვევისთვის და გვაქვს ბედნიერება ამ არაჩვეულებრივ გადაცემაში მონაწილეობისა. და მიხარია შენთან შეხვედრა რაც მიხარია კახა. მოკლედ თავიდან ესე პირველი ქართული ხმებით რა თქმა უნდა არ დაგვიწყია. თუმცა არიან ანსამბლში წევრები, იასონ მეუნარგია, დათო კიკაბიძე, რომელმაც ეს მუსიკალური და ცხოვრება, ასე ვთქვათ, უბრალოდ დაიწყეს ეს ანსამბლი უნივერსიტეტი, თორემ ჯერ მაშინ უნივერსიტეტი ვიყავით, მაგრამ ჩვენ ახლა საბავშვო სტუდიებიდან, იქ დარიალი იყო, ბატონი თემურ ქეხვიშვილის ხელმძღვანელობით სკოლის გუნდები და მაშინდელი პიონერთა სასახლედან რაღაც გარკვეული მუსიკალური და სასიმღერო ჯგუფების, ასე ვთქვათ, ეს გამოცდილება ავკრიფეთ და ბოლოს უნივერსიტეტში ჩაბარებამ, იქ მოხვედრამ და რაღაც ქართული სიმღერის სიყვარულმა გაგაერთია. მოგვაძებნინა ერთმანეთი რა და მოკლედ აი რა იყო პირველი სიმღერა, პირველი გამოსვლა, რამაც განსაზღვრა, რომ აი ესენი რაღაც მნიშვნელოვან გზას იწყებენ შემოქმედებაში. იცით რა არის, მაშინ ყალიბდებოდა უნივერსიტეტის ბაზაზე აჩიკო უშვერიძის ხელმძღვანელობით, ყალიბდებოდა კი არა, ჩამოყალიბებული იყო უკვე სერიოზული ფორმა ქონდა მიცემული. გაერთიანებული ვაჟთა და გოგონათა საგუნდო კაპელა, ასე ვთქვათ. სადაც მოვიყარეთ თავი ამ სიმღერის მოყვარულებმა რა, უნივერსიტეტელებმა, სადაც იყვნენ ძველი ჩვენი წინათაობის ქართული ხმების მომღერლების შვილები, დათო ჭკუასელი, მამუკა ჭკუასელი და უფრო მაგათი ინიციატივით, ასე ვთქვათ, ბაგბიჭების რაღაცა მოხდა გამორჩევა, აი რამოდენიმე კაცის დაუშვათ მე მითხრეს და მე ჩვენ რაღაცა მოძებნეთ რა მოკლედ ერთმანეთი რაღაც მოვიყვანეთ ერთმანეთის თავი გავაცანით და ესე მოხდა რომ აი კაპელამ გადაწყვიტა ბევრი რაღაცა რომ გავერთიანდით და რაღაცა ბირთვი გამოვეყავით და თავიდანვე ქონიათ მცდელობა, ნუ იმ პირველ თაობაში და პირველ ცდაზე იქ მე არ ვიყავი, ანუ ფიზიკურად
ვერ მოხვდი რა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მაშინაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი არაფერი და მე ახალი შემადგენლობით მოხვდით ესე ერთად. მაშინ პირველი ხელმძღვანელი ჩვენ რო გამოვეყავით, ჩვენ ანსამბლს მალხას თალაკვაძე ჩაუდგა უფროსი თაობის თხოვნით და რამოდენიმე ხნის მერე უკვე მაესტრო რობერტ გოგოლაშვილმა გადაიბარა ეს ყველაფერი და უფრო მასშტაბური და სერიოზული სახე ბატონ როინი მეტრეველის ღვაწლი არ შეიძლება არ გამოჩნდეს და არ ჟღერდეს ჩვენ ანსამბლთან დაკავშირებით, იმიტომ რომ პირველ ნაბიჯებს ამ ადამიანმა მართლა გულითადაც მიუდგა და ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ გვემღერა ქართულად რა, მაესტროსთან ერთად, რობერტ გოგოლაშვილთან ერთად და რა ვიცი, ნიჭიერების ხარჯზე, ჩვენი მონდომების ხარჯზე მოკლედ გავარდვით რა, ყველა ამ სირთულეებს თავი და დავდექით ღირსეულად, მართლა არ მომერიდება ამ სიტყვის, თან ახლა ჩვენ თაობაში ვიტყვი რომ ერთ-ერთი ფლაგმანები ვიყავით ბიჭები. აი აბსოლუტურად ენთუზიაზმის ხარჯზე, ნიკუ შენ კარგად იცი მაშინდელი ვითარება 90-იანი წლების, 96 წლის შუქობა სიბნელე. არა, უკვე ნელ-ნელა ასე ვთქვათ, ქვეყანაც მოდიოდა ასე ვთქვათ, რელსებზე და იმაზე, ხო, მშვიდობა რაღაცა ნელ სადგურდებოდა და სწავლასაც, განათლებასაც რაღაც პერსპექტივის თვალით ასე ვთქვათ, უყურებდით ვიდრე დაუშვათ 90-იანების დასაწყისში და ნუ ერთ-ერთი გადამრჩენელი და აი სრულის მასაზრდოებელი ჩვენთვის და ჩვენს ირგვლივ მყოფებისთვის უამრავი გულშემატკივრისთვის იყო სიმღერა. განსაკვირი არ იქნება მაყურებლისთვის, რომ დღეს უფრო მეტი მუსიკა იქნება ჩვენს გადაცემაში, ვიდრე საუბარი და მოდით ახლა პირველ მუსიკალურ ნომერს მოусმინოთ და ბიჭებს თხოვოთ სტუდიაში. სახელს და ბრენდს რო აგრძელებ, შენი შექმნა და შენი რეპერტუარის წარსდგე მაყურებლის წინაშე და ამ კუთხით გაუმართლა ბიჭებს არაერთმა კომპოზიტორმა დაწერა მათთვის სპეციალურად სიმღერა და ჩვენ ახლა სრულიად გამორჩეული კომპოზიტორი ქალბატონი ლილიკო ნემსაძე უნდა მოვიწვიოთ სტუდიაში.
სტუმრად ყოველთვის გვიხარია თქვენი მასპინძლობა. რა ადგილი ქონდა ზოგადად იმ პერიოდის ქართულ ესტრადაზე, ქართულ ხმებს და რატომ მოგინდათ რომ ესე მნიშვნელოვნად შემოქმედებითად მიგეცათ თქვენი სიმღერები? ჩვენ ძალიან დიდი ხანია ასეთი შემოქმედებითი ურთიერთობა დავიწყეთ. ეს იყო სადღაც 25 წელზე მეტია უკვე, მეც მაშინ ახალი დაწყებული მქონდა ესეთ სერიოზულად მოღვაწეობა, ბიჭებიც ახალი ანსამბლი იყო, ანსამბლი უნივერსიტეტი როგორც აღნიშნა კახამ და იმდენად საინტერესო იყო ჩემთვის და იმდენად სიახლე იყო და იმხელა სტიმული, ენთუზიაზმი და რაღაცა ესეთი რაღაც აღმაფრენა, რასაც ქვია, როგორც კომპოზიტორისთვის ეს ანსამბლი ჩემთვის ამის მომცემი. მაგრამ გავიხსენებ პირველად, როდესაც ბიჭები გავიცანი და მინდოდა რომ ხელმძღვანელთა ბატონ რობერტ გოგოლაშვილთან შეხვედრა, მაესტროსთან შეხვედრა რომ აი ვაჩვენო სიმღერა როგორია და რაღაც ისე გავაკეთე რომ მოვამზადე წინასწარ ეს სიმღერა ხმებში ვასწავლე. ვერცხლისათასად მაქცია ეს სიმღერა იყო. დიახ და პირველი სიმღერა იყო შენზე ფიქრებში ძვირფასო, რომელიც ხალხურ ტექსტზე იყო დაწერილი და არ მინდოდა რომ მეთქი რაღაცა ესე უცხო მივედი ესე რაღაც ბატონო რობერტი რაღაც ძალიან მორიდებულად რომ ესე სიმღერა დავწერე მეთქი და რაღაც ცოტა ესე ეჭვის თვალით კი შემომხედა რომ ხო ახალგაზრდა რა უნდა დაწეროს თან ხმებისთვის და ეს წინასწარ რომ მქონდა მომზადებული ეს სიმღერა და ბიჭებმა იმღერეს ერთ-ერთი გასტროლებიდან დაბრუნების შემდეგ უკვე დიდი ქართული ხმების ერთ-ერთი წევრი ესე მეუბნება რომ მოფრინავდითო მაესტროსო სულ ეს სიმღერა ქონდა ჩართული და უსმენდაო და ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო და მაშინ მითხრა მაესტრომ მწვანე შუქი გაქვს ანთებული ბიჭებთან როცა გინდა დამოუკიდებლად რა სიმღერაც გინდა გააკეთე იმუშავე ჩემი ჩარევა აღარ არის საჭირო. როგორი ამაზე დიდი კომპლიმენტი როცა ბატონი რობერტი ამაზე ძალიან და ხო და ძალიან დიდი სტიმული იყო. აი ეს ანსამბლი არსებობს, რა ვიცი, აი ჩემი შემოქმედების დასაწყისია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ანსამბლია, იმიტომ რომ მათთან ერთად ბევრი სიახლის ძიება დავიწყე. ჩვენ მეგობრობაში დღემდე და მუსიკალურ ცხოვრებაში ერთმანეთისთვის არასოდეს გვიღალატია და ყოველთვის ასე გავაგრძელებთ. ორი სიტყვით მინდა აღვნიშნო ნიკა, აუცილებლად მართლა როგორც ლილიკომ აღნიშნა, პირველი ნაბიჯები იყო ლილიკოსთვისაც და ყველაზე კარგი ის იყო რომ ანუ არ ვერიდებოდით ექსპერიმენტებს რა, იმიტომ რომ ლილიკოსთვისაც სტილისტურად ანუ თავისთავი მაშინ იპოვა იმ სწორად ვიძახი ხო იმიტომ რომ ძალიან რთული იყო რა წინათაობის ზეგავლენა გინდა სასიმღერო გინდა საშემსრულებლო საკომპოზიტორო კუთხით რო ავიღოთ იმათ სიმღერებზე ვიყავით გინდა ხმოვანება harmonia არანჟირება სტილისტურად ქართულს ძალიან შორს ვერ გაექცევი და აი მართლა ლილიკო იყო ის პირველი კომპოზიტორი ჩვენთვისაც რა ჩვენი შემოქმედებაში რომელმაც ესეთი განსხვავებული ჟღერადობით მოგვაწოდა ქართული სიმღერა ნაბიჯ-ნაბიჯ წამოვედით და ხალხმა ძალიან კარგად მიიღო ლილიკოს ნაწარმოები ჩვენგან გატარებული ყველა თქვენ სიმღერებს ვღეროდა უნიჭიერესი ანსამბლი იყო ეს პატარა სტუდენტები ბიჭები რომლებიც დადგენ სცენაზე ერთ რეპეტიციაში ვსწავლობდით ურთულეს სიმღერას ხმებში და ჩემთვის აი ეს დასაწყისი შემოქმედების რასაც ტრადიციული ქართული სიმღერა ქვია მაგის გვერდით ავლა ძალიან აი დასაწყისი ისეთი დიდი ადამიანებისგან კომპლიმენტი და შექება როგორიც იყო ბატონი სოსო კეჭაყმაძე, რობერტ გოგოლაშვილი და ანზორ ერქომაიშვილი ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული აბარა დიდი სტიმული იყო და მე უფრო თამამად ძალიან ბევრი სიმღერა გვაქვს გაკეთებული. კიდევ ერთი სტუმარი უნდა მოვიწვიოთ სტუდიაში ბატონი იასონ მეუნარგია შემოგვიერთდა. გახსოვთ ის პასუხისგებლობა, როცა სრულიად დამწყები მომღერალი იწყებთ თქვენ შემოქმედებას, რაღაც წარმატებას აღწევთ და მერე გადაწყდება, რომ უნივერსიტეტი ხდება ანსამბლი ქართული ხმები. აი ამ პერიოდზე რო გვიამბობთ. ძალიან საინტერესო და ზოგადად აი იყო კიდევაც ლაპარაკი, დატვირთული პერიოდი იყო ჩვენი მოღვაწეობის. და ბატონი როჰირ მეტრეველი ამას ასე ვთქვათ
თან მიესალმებოდა და თან გულიწყდებოდა, რომ უნივერსიტეტი, ანსამბლი უნივერსიტეტი, რომელმაც მართლაც თავისი სიტყვა თქვა, თავისი კვალი დატოვა ამ სფეროში, უნდა გამختارიყო უკვე ქართული ხმები. ეს იყო დიდი კონცერტი 2004 წელი იყო, რამდენადაც მე მახსოვს და რომ გაჟღერდა უკვე ეს ასე ვთქვათ განზრახვა ბატონი წემუჭუასელის მხრიდან. ნუ ჩვენთვის ეს მოულოდნელი არ იყო, მაგრამ ცოტა ადრე მოგვეჩვენა ეს ყველაფერი. უცებ ამისთანა შეკითხვა გაჩნდა საერთოდ, რომ რანაირად უნდა შევცვალოთ ახლა ეს ხალხი ჩვენ. ნუ მაგრამ იყო ძალიან დიდი ასე ვთქვათ მხარდაჭერა ჩვენი უფროსი მეგობრების მხრიდან, რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს იყო თემურ ჭკუასელი, გია ჭირაქაძე, ჩვენი ძალიან დიდი მეგობარი, დათო აბესაძე ასევე ძალიან დიდი მეგობარი და სასწაული ადამიანი. ხალხასა მაგალითად აღარ იყო სოციალური, მაგრამ მანამდე როგორ არა სანამ სოციალური იყო, ძალიან დიდი მეგობრობა და ძალიან დიდი გულშემატკივრობა იყო და ძალიან ბევრი რაღაცებიც გვასწავლა. ნუ პირადად მე ბანში გურამი თამაზაშვილი საერთოდ ხელმძღვანელობდა რამოდენიმე პერიოდის განმავლობაში. გურამი მომხელმძღვანელა მათ. რამოდენიმე პერიოდი და მოკლედ რაღაცნაირად ასე ვთქვათ გადაგვაზაინეს ეს პასუხისმგებლობის აღების სირთულე. სიმბოლურად გადმოქცეს ოქროს ვიოლინოს გასაღები, რომელიც მაყურებლის გულთან, მსმენელის ყურთან და ესე იგი ამ ყველაფერთან. ხო, ეგეთი სიტყვები იყო, რომ გადავსეთ გასაღებს, რომელიც გაუღებს თქვენი გულის კარებსო. ბატონმა ზაური ვოლქაძემ გადასცა გიგაბე, სადაც პერსონალურად კოლეგიალობა ყველაფერი გამოიჩინა და პირველ მედროშეები იყვნენ. და როგორც ყველა ჯილდო რაც ჩვენ აგვიღია, ყველაფერი ინახება დათო კიკაბიძის მუზეუმში. გაზაფხულდა აყვავილდა ნუში ბავშვივით ბავშვივით
ახლა სტუდიაში ჩვენი გადაცემის მუსიკალური ხელმძღვანელი და კომპოზიტორი ქალბატონი ქეთი გაბისიანი უნდა მოვიწვიოთ. შემოხვედი თორე მოსული კი ხარ ხოლმე ყოველ გადაცემაზე ქეთი. ქართული ხმები. შენთვის განსაკუთრებულად ძვირფასი, იმიტომ რომ მე არ მახსენდება მნიშვნელოვანი შენი საღამო, სადაც ისინი არ არიან შენთან ერთად და რაღაც განსაკუთრებულ პასუხისგებლობას მათ არ ეგრესებ ხოლმე. როგორ დაიწყო თქვენ შემოქმედებითი ურთიერთობა? მინდა ვთქვა, რომ პირველ რიგში რომ ესა იყო პირველი ანსამბლი მრავალხმიანობას რაც შეეხება, ვისთანაც მქონდა ესეთი მჭიდრო გადაკვეთა შემოქმედებითი და მეგობრული აუცილებლად. ამიტომ ამ ანსამბლის მიმართ კიდე სხვა სიყვარული მაქვს რა. და ჩემი თავი დამიჭერია, რომ როგორც არავის ისეთი გულშემატკივარი ვარ ამ ანსამბლის. აი ნამდვილად უდაოდ ესია. ჩემი თქვენთან დამოკიდებულება და ესევია თქვენი ჩემდამის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს ჩვენი სიყვარულის ხიდი, რაც გაიდო, მას მერე არის და იქნება აუცილებლად. არა მარტო შემოქმედებითი. ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი ცენტრალური სიმღერა, მაგალითად ანსამბლი არბერო და მღერო და კვარტეტი გაზაფხულის პატარძალოს ჩვენთანაც გაჟღერებულა, რომელიც ძალიან პოპულარული იყო და პირდაპირ ქართულ ხმებთან ასოცირდებოდა ეს. ასევე აი იყო ახლა ლილიკოს უსმენდი ლაპარაკი ვთქვათ იმ ჟანრზე, სადაც კაფიოთ არის გამოკვეთილი ეს ხალხური ხაზი და ნუ ჩემ შემოქმედებაშიც არის გავსი სიმღერები. იყო ესეთი სიმღერა, რომელიც განახლებასაც ვაპირებთ, ახლა კახა არის სოლისტი ამ სიმღერაში და მე უკვე ანსამბლი შედის და ვფიქრობთ, რომ რაღაცა ახლებური ვერსიით შევთავაზეთ ახლა უკვე მსმენელს. ასევე ძალიან ისეთი ხშირი კვეთა მქონდა როგორც სოლისტებთან, მაგალითად დათო კიკაბიძესთან, ცისიქით, დათო ჭკუასელთან, როგორც სოლისტებთან ისედაც მუშაობდი, იმიტომ რომ ამ ანსამბლში არის ძალიან დიდი პოტენციალი იყო ყოველთვის რა, ის რომ ხმებში ესეთი ბალანსი ანსამბლში და რო ჩამოთვალო, აი ცალკე რო დაუარო ყველას, აი სოლისტია რა. ანუ ესე იგი დიდი მასალა, აი კარგი სამუშაო მასალა იყო ყოველთვის ამათან და ყოველთვის დიდი ბედნიერებით და სიხარულით მუშაობ თქვენთან. დიდი მადლობა ქეთი. არ შეიძლება რომ არ აღინიშნოს მართლაც ქეთის. თითქმის აი რაღაც სერიოზული პირველი ნაბიჯები ერთად გავიარეთ რა, როგორც ლილიკოსთან, ასევე ქეთისთანაც მართლა ბევრი ლამაზი სიმღერა გვაჩუკა, ასევე არა მარტო ჩვენ, არამედ მთლიანად ქართულ ესტრადას და მსმენელს. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შემოქმედებისთვის, შენი მეგობრობისთვის და იმ ურთიერთობისთვის, რაც ჩვენ ერთად ცხოვრებისეულად ჩამოგვიყალიბდა და ვართ უახლოესი მეგობრები ერთმანეთთან, გარდა იმისა, რომ კოლეგიალობას და სიმღერა და მუსიკა გვაკავშირებს. და არ მოგვიშალოს მერც გამოგვიდეს რა ეს ხოლმე. ქალბატონებო და ბატონებო, ახლა სტუდიაში ბადრი ჩიხიაშვილი უნდა მოვიწვიოთ. ბადრი, ქართული ხმები. შენ მართლა უკვე წარმატებული მომღერალი იყავი, ძალიან ბევრი გაგებით, არა როგორც მარტო ვოკალისტი, როგორც პიროვნება და როგორც არტისტიც, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე პროექტი ხა მახსენდება ეროსი მენჯგალაძის პროექტი, სადაც აი თქვენ რაღაც დააგვირგვინეთ იქაურობა რა. როგორი დაგხვდნენ ბიჭები და როგორი ხა თქვენთვის ამ ხელაგამოცილების მერე უკვე ქართულ ხმებში ყოფნა? პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს ადამიანები არიან ჩემთვის გამორჩეული პიროვნებები. სათითაოდ პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემს ბავშვობის დროს გამოჩნდა ისეთი ახალგაზრდები, რომლებმაც ისეთ საქმეს მოკიდეს ხელი, რაც ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საყვარელი. მისაბაძი ყველა მხრიდან, ასე რომ ვთქვათ, როგორც ადამიანობაში, როგორც შემოქმედებით გზაში, ეს ქალაქური სიმღერები და ეს მრავალხმიანობა ძალიან მიყვარს ბავშვობიდან და ამას უსმენდი სულ მოკლედ რა და ამ ყველაფერთან ერთად ხალხურიც რო გავიგე ამათგან და
უფრო მეტი სიყვარული მოიტანა როგორც ჩემთან ასევე ზოგადად ახალგაზრდებში ეს იყო რა ვიცი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამათთან მოხვედრა და რა ვიცი მადლობას ვუხდი ნდობისთვის პირველ რიგში და ვაგრძელებთ ესე ცხოვრებას. ჩიხიაშვილი არის ჩვენი ახალი წევრი. შეიძლება ითქვას, რომ ორგანულად შევსისხორცით და შემოვიდა ჩვენ შემოქმედებაში. არაჩვეულებრივი დიდი სკოლა აქვს გავლილი მას შემოქმედებითი. არა მარტო რუსთავში ვადო კახიძესთან ბავშვობიდან, ოჯახიდან დაწყებული მისი არაჩვეულებრივი მშობლები, დედმამიშვილები, ეს ქართულ ტრადიციულ სიმღერას ბადრის ოჯახში რომ მიხვიდეთ, ყველა კუთხის სიმღერას და შეიძლება ითქვას ყველა კომპოზიტორის სიმღერას მოისმენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მასშტაბის მომღერლები ყავს სახში ბადრისას და მადლობა ღმერთს რომ ეს კაცი შეგვახვედრა. კიდე გითხარი რომ ზურას მე არც ვაპირებდით, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ანსამბლი მოგეხსენება ნიკა არა მარტო კომპოზიტორების სიმღერებს ვასრულებთ, იქ ორპირულებია ხალხურ სიმღერაში, ფოლკში და მარტო ყოფნა ჩემი უკვე ძალიან გაჭირდა და საჭიროებდა მოკლედ დახმარე ძალა და ვადრიმა ძალიან ღირსეულად და ასევე ჩვენთვის პირველ რიგში რა შემოქმედებას ხო დიდი ადგილი და მნიშვნელობა აქვს, უკავია და დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სცენაზე ასევე სცენის მიღმა, მაგრამ აი ადამიანური რესურსი მისი და ის ოჯახიშვილობა, ის დამოკიდებულება, ის დიდი სკოლა როგორც აღნიშნე, როგორც და სასცენო კულტურა. სასცენო კულტურა და ბატონი ანზორის დიდი სკოლა ერქომაიშვილის რომელიც აი წლების 10 წელზე მეტი იმღერა ბატონ ანზორთან და აი შემოვიდა თუ არა აბსოლუტურად ჩვენი რეპერტუარის, ესე იგი კომპოზიტორებში ცოტა ისე ვერ იყო გარკვეული, მაგრამ 95% სიმღერების როგორც ხალხური, ასევე კომპოზიტორების ნაწარმოების რაღაც ხმებშიც კი ერკვეოდა, ხმებში ისე და ჰარმონიებში და არანჟირებაში არაჩვეულებრივად ერკვეოდა და მოკლედ აი ძალიან დიდი შენაძენია ჩვენთვის და მადლობა ღმერთს და მადლობა შენ რომ ესო ნეთანხმები აბსოლუტურად და დავამატებ რომ ეს ყველაფერი მოხდა შემთხვევით. აბსოლუტურად შემთხვევით. ესე შემთხვევა იყო. რა შემთხვევა იყო ნეტა ხო მართლა. მაგაზე არ ვლაპარაკობ, სახეზე იყო რომ შევხვდით რაღაცა კონცერტზე შევხვდით და აი იქ მოხდა ეს ყველაფერი. ვიშველება და დახმარება და უცებ აღმოაჩინა ეს დახმარება და მე უკვე დავფიქრდით სერიოზულად რომ აი ასე რომ ვეძებდით რაღაცა, აგერ თავის ფეხით ხوار მოვიდა ეს ადამიანი ჩვენთან და მართლა ეს პატარა წვლილი არის ჩემი და ბაკურისი არ იცახიან, მაგრამ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ნამდვილად מחარებს ესეთ სერიოზული წევრის შესვლა ქართულ ხმებში და კახასქმის არ იყოს ესე ორგანულად რო ჩაჭდები, ხო? ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და პატარა წვლილი ჩვენც მიგვიწვის. ერთ რამეს აღნიშნავ რა, წეგან ლილიკომაც თქვა. სიმღერას რამეს რომ მოვკიდებთ ხელს, ერთ რეპეტიციაში კეთდება. ეს არის იშვიათი, ბევრისთვის რაღაც მარტივი გონია სიმღერა და ხმებში გაშლა. მეტი შეხვედრისთვის ვერ იცლით თუ გყოფით? ყოფნის რეალურად. ყოფნის. და დამოკიდებულება რაც ამ ასამბლეშია გამორჩეულია ნამდვილად. ერთმანეთისა. ნამდვილად. ოჯახია, დიდი ოჯახი. და ალბათ ოჯახი მაშინ იყრება განსაკუთრებულად, როცა დიდი განსაცდელი და დიდი ტრაგედია დატრიალდება ხოლმე და ეხა კახა მახსენა რამდენჯერმე ზურა ბაკურაძე და მართლა რაღაც აი გაფრინდა ეს ბიჭი ქართულ სიმღერაში და ქართული სიმღერის სიყვარულით და მართლა შეუსებელი დანაკლისია და ჩვენ გადაცემას საბედნიერო აქვს ესეთი ეპიზოდი, როცა ვიხსენებთ იმ ხალხს, რომლებიც ჩვენთან ერთად არ არიან, მაგრამ მათი შემოქმედებიც სულ აქ არიან და მოდით ახლა კიდევ ერთხელ გადავავლოთ იმ დიდებული კაცის ცხოვრებას თვალი, რომელსაც ზურა ბაკურაძე იყო. ცაც მაღალია, თაც მაღალია და კაციც უნდა იყოს უფრო მაღალი. როგორ იხდენს ტიციან ტაბიძის ამ სტრიქონს ზურა ბაკურაძე. ის ბევრად მეტი იყო ვიდრე მომღერალი. თაობის გამორჩეული კაცი. ასე იხსენებენ მეგობრები, შორეული ნაცნობებიც კი, რადგან ძნელი იყო თვალში არ მოგხვედროდა მისი გამორჩეულობა. მართლაც ასეთი იყო. ხმით სითბო მოჰქონდა, სიტყვით იმედი, ყველას მეგობარს ზურა ბაკურაძეს. მისი სიცოცხლე საყვარელი ცის ქვეშ ერთ წამში დასრულდა. ჭადრის ხეებზე სხედან ჩიტები. ნატრის თვალისო გვინდა მიგნება. ყველაზე მეტად დღეს მე მჭირდები, ხვალ ჩემი ძვლებიც აღარ იქნება. ნატრის თვალს ნამდვილად მიაგნო და ისიც თავის საყვარელ ადამიანებს დაუტოვა. კეთილშობილების და ღირსეული კაცობის საზომად. თვითონ კი ისევ ქართულ ხმებს შეუწყო ხმა და იმ კარგი კაცების გვერდით დადგა,
რომელთაც ყველაზე ხშირად და ყველაზე გულწრფელად ვუთხდებით. თურმე როგორ მყარები ხარ, თურმე როგორ მჭირდები, მე უშენოდ ვერ ვიცოცხლე, მე უშენოდ მოვკვდები. და ახლა სტუდიაში უნდა მოვიწვიოთ ჩვენი გადაცემის სულის ჩამღალი ავტორი, რეჟისორი და ყველაფერი, ბატონი ბაკურ ბაკურაძე. არ დარჩენილა მე მგონი რაღაც შემოქმედებით ჯგუფი, რომელთანაც შენ რაღაც დიდი ისტორია არ ქონდეს თანამშრომლობის, ხო? აი რითი არის ქართული ხმები? ერთი ის, რაც სცენაზე ჩანს, მაგრამ მე მუშაობის დროს, პუნქტუალობით, რეპეტიციით, დამოკიდებულებით პროფესიისადმი, აი რატო არის განსაკუთრებული შენთვის ამ ხალხთან მუშაობა? მოგესალმებით, რითი არის გამორჩეული? ჯერთი ყოველთვის არის რაღაც გარკვეული სენტიმენტი ყველაფრის მიმართ ადამიანის და ქართულ ხმებთან დაკავშირებით ჩემი სენტიმენტები უკავშირდება ჩემს საერთოდ ამ პროფესიაში, ამ სფეროში მოღვაწეობის დაწყებას, იმიტომ რომ მე რო დავიწყე მეორე არხის საინფორმაციო გამოშვებაში მუშაობა და აი შუქი წყალი და გაზი არ იყო აი მაგ პერიოდში როცა მუშაობდით ჩვენს ოთახში იქნებოდა ანსამბლი ჟურნალისტი, ანუ ქართული ხმების წინამორბედი, მათ ესე ერქვათ მაშინ. ჩვენს ოთახში ტარდებოდა პატარ-პატარა რეპეტიციები. შენ გულში უფროსი თაობაზე. კი, გარდა ამისა, მე მათ ხელში ვარ გაზრდილი, იმიტომ რომ შემადგენლობის 60-70% ჩემი ძმის მეგობრები იყვნენ და მთელი ბავშვობა მათ кейფს და დროს დარებას უყურებდი სახლში და ესენი რო ერთად შეიკრიბენ და ანსამბლი რო იქმნებოდა, აი ჩვენ ვაშუქებდით ომს და აქ იქნებოდა ჟურნალისტი, წარმოიდგინეთ და ჩვენს ოთახში ხდებოდა მეორე არხზე აი ეს პირველად. შემდეგ გამოჩნდა ანსამბლი უნივერსიტეტი და უკვე ჩემი ტოლები დაიწყო მეგობრობა, იმ პერიოდში მიმყავდა კონცერტები, ვაცხადებდი მათ, ძალიან ხშირი შეხვედრა გქონდა, მაშინ რაღაცნაირი უცნაური პერიოდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გაჭირვება იყო თუ რაღაც აი მძიმე დრო, მაინც სულ კონცერტები იყო, სულ რაღაც საღამოები ტარდებოდა, სულ რაღაცა სიახლეები იყო. აი ლირიკურ სიმღერას დაწერდა მთელი, არ ვიცი, მთელი შოუ ბიზნესი ქვია, მთელი საესტრადო ხელოვნება მასთან ვიყავით სახლში. მე რეკეთი დაწერდა რაღაცას გადაინაცვლებდნენ იქ და აი სულ ეს ამბავი იყო, სულ ერთმანეთის გულშემატკივრობა და ასე წამოვედით ჩვენ და პირველი კონცერტი, რომელზეც ქართულ ხმებს ამ გუნდს აქვს ერთი კარგი თვისება ძალიან. სცენაზე რო გადიან, მაშინ იკვრებიან. მანამდე არიან აბსოლუტურად დაშლილი. ყველას თავისი აზრი აქვს და მოკლედ რომ მიადგნენ კონცერტზე ეთყობა იმ მდგომარეობას, რომ მიხვდნენ, რომ არაფერი არ გამოდის, იმიტომ რომ ვერ იყრიან თავს, იმიტომ რომ ყველას თავისი აზრი აქვს, ყველაფერთან ერთად კახამ დამირეკა და მithქვა, მოდი დაგვალაგეო. გვიშველეო და მაშინ იყო პირველი ჩვენი შეხვედრა, ძალიან სერიოზული კონცერტი ჰქონდათ დაგეგმილი. ეს წლების წინ, ხო? წლების, კი, ბევრი წლის წინ და 2013-ში. ხო. და შეკვრა ჭირდებოდა მუსიკალურად ყველაფერი გამართული იყო, მათ ზუსტად იცოდნენ რას აკეთებდნენ. არა, თლათ ეგრე არ იყო. მუსიკალურადაც ბევრი რამე გააკეთე შენ ბაკურ, არ შეიძლება ამ რეპერტუარშიც მიიღო დაალაგებაში მოგეხმარა ძალიან. თავარი იყო ის, რომ კონცერტი ჩაგიტარებდით და ჩაუტარებდით და უამრავი კონცერტი ქონიათ, მაგრამ უცებ შევეფეთით ისეთ რამეს, რომ ესეთი კითხვა დააუს რეპეტიციაზე, რომ აი ქართული ხმები ხართ თქო და რაც გიმღერიეთ ისინი უნდა იმღეროთ ყველაფერი და აი რა საერთოდ რას ეუბნებით ახალს თქო. აი კი ატარებ კონცერტს, მაგრამ აი ახალი რა არის? ანუ კარკუჩი მოსმენილი გვაქვს, ესეც გაგებული გვაქვს. აი რას ეუბნები ახალს? სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, როცა ყველა პროფესიის ადამიანი ერევა რაღაცა ერთის გაკეთებაში, იმიტომ რომ ეს შეკითხვა მათ თავისთვის როგორც აღმოჩნდა არ ქონდათ დასმული კონცერტამდე რაღაცა გარკვეული პერიოდი. მე მიუხედავად იმისა, რომ ეს შეკითხვა ესე კონკრეტულად დასმული არ იყო, მუსიკალურად ძალიან ბევრი ახალს ეუბნებოდნენ, იმიტომ რომ რეალურად როცა მუსიკოსი ხარ და როცა მომღერალი ხარ, აკეთებ იმას, ხო რომ სიახლით შემოხვიდე, მაგრამ მაინც იყო ამ კონცერტზე რაღაც საინტერესო და განსაკუთრებული რაღაცები, ჯერ ერთი გამოვიდა ალბომი, არაჩვეულებრივად გაკეთებული, თავისი ფოტოსესით, ყველა წესის და კანონის დაცვით და ძალიან კარგად იმუშავა ბრავო რეკორდსმა და შესანიშნავად იმუშავა კერძო ძაზე შენგელიამ და მე ვფიქრობ, რომ საინტერესო კონცერტი გამოვიდა, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასე მუსიკალური თვალსაზრისით, ისე
პროდიუსინგის თვალსაზრისით ძალიან ყოველთვის ახალი კონცერტი გუნდს ჯგუფს უნდა აძლევდეს ახალ სიცოცხლეს, ახალ ეტაპს, ახალ გასვლას და რამე და იცი კითხო. ამ კონცერტმა გაამართლა ესე მგონია. აი ყველა თაობას მაგალითად იმედაშვილი და დავითაშვილი რო იყვნენ დიდი არტისტები, ხორავაზე და ვასაძეზე ამბობდნენ რომ რა ვის უნდა ხორავა და ვასაძე იმედაშვილი და დავითაშვილი. მერე ხორავა და ვასაძეზე, შემდეგ რამას ჩხიკვაძეზე და ეროსი მანჯგალაძეზე და ყველა თაობას თავისი მაყურებელი ყავს. და როცა ესეთი ქართული ხმები არსებობს, წინა ქართულ ხმებს გულისხმობ რაღაც აი უმაღლესი პროფესიული თამასი, ხო? როინ მეტრეველიო თან უხაროდა და თან წყიდაო იასონმა და ზუსტად მივხვდი მის ფიქრებს, რომ ერთი არის რომ ხრება ეს ანსამბლი და მეორეა რამდენად ღირსეულად გაამართლებენ ამ სახელის ტარებას. ალბათ ამას ბედიც უნდა, პროფესიონალიზმიც უნდა, იღბალიც უნდა. აი რამ განსაზღვრა როგორ ფიქრობს, რომ დღეს ეს ბიჭები აი ესე არიან და ამდენად მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ მათ საესტრადო ყოფაში. ჩვენთან, ჩვენ სფეროში, ხელოვნებაში დამეთანხმები ნიკა თეატრშიც და ყველა მიმართულებაში ყველანი დამეთანხმებიან არის რაღაც დაუწერელი კანონები, რაღაცა ტრადიციები, ძალიან საინტერესო წესჩვეულებები, ინტრიგაც მარტო კარგია. ბევრი რამეა, კი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც მე არაერთი მიმართულებით მინახავს. რაღაც მომენტში ვიღაცას განგება აძლევს რაღაც ადგილს. აი ბიჭები დამოუკიდებლად ანსამბლი უნივერსიტეტი ქუხდა. ქართული ხმებისგან განსხვავებით. არანაკლებად მღეროდნენ, შესანიშნავი რეპერტუარი ჰქონდათ, ორგანყოფილებდნენ კონცერტებს ატარებდნენ, კონცერტს ატარებდნენ როგორც კონსერვატორიის დარბაზში, ხა მე მინდა ავღნიშნო, მარტო ხალხურების. კონსერვატორიის დარბაზში ჩატარებული კონცერტი ნიშნავს ფოლკლორში ძალიან მაგარი პროგრამით, საგალობლებით, ხალხური სიმღერით, შესანიშნავი აკადემიური მუსიკით და ატარებდნენ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ასევე საესტრადო, ვთქვათ, ქალაქური სიმღერის და ასე შემდეგ. ანუ სავსე მსუყე რეპერტუარით იყვნენ, მათ ყავდათ თავისი კომპოზიტორები, მათ უკვე ჰქონდათ თავისი სერიოზული ჰიტები, რომელიც ქუხდა ირემონთა სამყვირალო ისმო და ანგრევდა ყველაფერს. ლილიკოს ორივე სიმღერა საერთოდ ახალი ჟღერადობის შემოვიდა და როგორ მახსოვს, რომ შემდეგ დადგა რიგი ლილიკოსთან ანსამბლების, რომ ამ ტიპის სიმღერები და ყველა. კი, ნამდვილად იყო და აი რა განსაზღვრავს და განგება ბიჭებს. აი ამიტომ ვთქვი, რას ეუბნებით ახალს თქო, ის კონცერტი იყო პირველი, როცა მათ უკვე ერქვათ ქართული ხმები. და უცებ აღმოვაჩინე, რომ ფარდა რომ გაიხსნება, ესენი უნივერსიტეტი კი აღარ არიან, ქართული ხმები არიან და ქართული ხმებიც იქ არიან დარბაზში და აი შენ რა უნდა გააკეთო ისეთი, რომ იგივე დარბაზში, იგივე ხალხმა უცებ ფარდა გაიხსნას და აი ამ კონცერტზე მაყურებელმა შენზე თქვას, რომ კი, ესენი ნამდვილად ქართული ხმები არიან. იმიტომ რომ თამასა ისე მაღლა არის აწეული ამ ანსამბლის ბრენდის, რომ მე ბიჭებთან რამდენჯერ ვისაუბრე ამაზე და ჩვენ საერთოდ ხშირად ვსაუბრობთ. აი, როდესაც ამ ხელა ბრენდი გადევს მხრებზე, მე მგონია, რომ შენ ძალიან ნიჭთან ერთად ღმერთმა ძალიან დიდი იღბალი და ბედნიერება გადაწია არ უნდა მაგრამ იმავდროულად პასუხისმგებლობაც და დიდი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ამ ანსამბლს აქვს თავისი ბგერა აი თავისი რაღაცა სადაც არ უნდა მოისმინო როცა არ უნდა ჩართო და ყველაზე საინტერესო ის არის რომ დიდ ქართულ ხმებს რომ ჩართავ და ამათაც რომ ჩართავ განსხვავებულია მათი საერთო ხმა მაგრამ ეს არ არის გამოწვეული მით ახლა რასაც ვიტყვი რომ მათ ქართული ხმები დაერქვათ. როდესაც ეს ანსამბლი გახდა უნივერსიტეტიდან ქართული ხმები, მათ მაინც ჰქონდათ ქართული ხმების ჟღერადობა. აი რა სახელით არ ხვიათ აბსოლუტურად ამართლებენ იმას რა. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბაკუ როგორც სოლისტისთვის, ასევე ჯგუფისთვის. აი ჩვენ რითი გვამახსოვრდებიან ეს ადამიანები პირველ რიგში დამეთანხმები ლილიკო ძალიან მნიშვნელოვანია პირველი მუსიკალური გემოვნება. აი რითიც შენ გამოგარჩევს და გაგამყარებს სცენაზე და ესთეტიკა. აი შენი ესთეტიკა, რომელიც არ არის მსგავსი არავის. აი ეს არის ქართული ხმების ესთეტიკა და მორჩა. და როგორი ბედნიერებაა თქვენ მართლა გქონიათ თან რაღაცა იღბალი, რომ ადამიანები
ვიღაცები ყოფილან წასულან, შემოსულან, მაგრამ რაღაცა ყველა ორგანულად ჩაჯდა. ვინც შემოდის ამ ანსამბლში, ვინც შემოვიდა, ისინი გახდნენ ქართული ხმების წევრები. მათ კი არ შეიძლება ახალი ზუსტად ხო ეხლა ხო, აი თეთი სწორი ესთეტი, აი შენი ესთეტი ბუდისტი აი თუ გავაგზავნებ, ძალიან მნიშვნელოვან ამბავს შეეხო ბაგური, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ გარდა იმისა, რომ რიცხობრივად უფრო მეტნი ვართ, 7 კაცი ვარ და ეს ერთია რა. ბადრი არის მაინც აკადემიურ სიმღერას მიჩეული, ანსამბლი რუსთავიდან გამომდინარე, ხა მოგეხსენებათ ბატონი ანზორ ერთხომაიშვილის სკოლა და ის სასიმღერო მანერა და ხელოვნება უფრო აი ჩვენთან ბადრი რო დადგა თავიდან ცოტა არ იყოს დაიბნა რა, იმიტომ რომ ბაკურმა როგორც თქვა ნუ განსხვავებით ვცდილობთ რომ აი ყველა ანსამბლი ვცდილობთ არა ეგრე გამოგდის უბრალოდ რომ აი რაღაცა ჩვენი ჟღერადობა გვაქვს თან ახლა 96 წლიდან მართლა მე იასონი და ეს ბიჭები რაღაცა ის ძირი რაც ვართ ანუ არ შევცვლით პირველი ხმები გიგა და დათო კიკაბიძე გიგა აბესაძე მეორე ხმებში ნუ ბადრი შემოვიდა ბანები უცვლელი და აი ეს რაღაც შესისხოლწებული ამდენი წლის ნამუშევარი და უკვე თვალდახუჭული რო აბალანსებთ და რო ვიცით ვინ სად მიდის ვინ როგორ უნდა უწიოს და დაუწიოს და შეურწყათ ხმები ერთმანეთს თან მანერა რა სასემსრულებლო ბაგურ შენ კარგად იცი რომ აქ ხა ჩვენთან აი ძალიან აკადემიური სასემსრულებლო მანერა მიუხედავად იმისა რომ როგორც წევან აღნიშნა რა როგორც საგალობლებს ასევე ჩვეულებრივად შეიძლება რაღაცა ისეთი რაღაცა ჟანრის სიმღერა საესტრადო და ასე შემდეგ. აი ვცდილობდით და ვცდილობთ რომ მოკლედ ჩვენი ჟღერადობი და ჩვენი მანერით შევასრულოთ და აი ბადრიმაც ბაკურმა ზუსტად აღნიშნა რომ აი მოერგო ეგრევე. ანუ ცოტა დაამუღამა ეს ყველაფერი და გაგვიგო და მაქსიმალურად თავისუფლება მისცა. საკმაოდ ადვილია მართლა ამათთან ანსამბლში ყოფნა და იმხელა ბალანსი და იმდენად აი შერწყმულები არიან ერთმანეთთან. ერთმანეთის სუნთქვაც იქ. და მოდი მაშინ ახლა მოусმინოთ ქართულ ხმებს. საქართველოს
რასაც სიმღერას ისმენს მსმენელი, ეს არ არის მარტო აი კომპოზიტორის დაწერილი და შემდეგ შემსრულებლის შესრულებული სიმღერა. მის უკან არის ძალიან დიდი შრომა და ის ხალხი არ შემილეკეთი არ თქვა სტუდია, სადაც ეს სიმღერები იწერებოდა მერაბ სანოძის სტუდია და სანო ყოველთვის ჩვენ გვერდზე იდგა ყოველთვის და რამდენჯერ კი დღემდე კი და ეს ხალხური საკრავების დამატება სიმღერებზე და ცოცხლად ჩაწერა. ნუ არ ვიცი. სანოს უმეტესი მადლობა ერიკ ქუთათელაძეს და ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო აი მთელი მარტო ჩემი და ქეთის და სხვა ძირითადად თქვენი სიმღერების არანჟირების ავტორი არის ირაკლი მეთეშაშვილი და არ შემიძლია დიდი მადლობა არ გადავუხადო ირაკლის ძვირფასესი მუსიკოსი და მეგობარი და კიდევ ერთხელ ყველა იმ ბიჭს და ყველა იმ ადამიანს ვინ ჩვენთან ერთად გამოიარა ეს წლები და სცენაზე იდგა კიდევ ერთხელ აქედან დიდი მოკითხვა დიდი სიყვარულით ჩვენი დამოკიდებულება უცვლელია უბრალოდ ხდება ისე რა რომ ხან რაღაცა იცვლება როგორც შემოქმედებაში ასე შემადგენლობაში მივესალმები გადაცემა ავტოგრაფის მაყურებელს და ჩემს უსაყვარლეს ქართულ ხმებს ულოცავ საოცარ გადაცემას მიუხედავად იმისა რომ აღარ ვარ ქართული ხმების წევრი ეს ანსამბლი არის ჩემი მთელი ცხოვრება ჩემი ყველაზე ლამაზი წლები საქართველოში გატარებული გასტროლებზე გატარებული ერთი ოჯახი და ერთი დიდი სიყვარული ვართ ყველა ნათლი მირონები ასევე და ჩემი ზურაბ აკურაძის ქართულ ხმებს მინდა გაუმარჯოს რომელიც სამწუხაროდ ჩვენს გვერდით აღარ არის მაგრამ მისი სულის ჩვენთან ყოფნას უკვდავად ყოფნას ყოველთვის გრძნობთ და მინდა რომ ყველაზე მაგრად იდგეს ფეხზე ქართული ხმები ყველაზე ძლიერად იყოს და ყოველთვის ბედნიერი ვიქნები ამ ანსამბლის უდიდესი წარმატებით. ქართული ხმები უკვე თავად სახელი მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის განუმეორებელი ტრადიციის ანსამბლი. ჩვენი დიდი თაობის შემდეგ გავაგრძელეთ უდიდესი სიფრთხილით და სიყვარულით და რუდუნებით მოღვაწეობა და მინდა რომ მარადიულად გუხდეს სახელი და სული, ქართული სული, რასაც ქვია ქართული ხმები. ახლო მომავალში ვაპირებთ საიუბილეო კონცერტს, რაზეც ამჟამადაც მუშაობთ, ძალიან აქტიურად დატვირთულები ვართ ამ საქმეში და ძალიან მალე გექნებათ ახალი სიმღერების, ახალი განახლებული ძველი ვერსიები და ბევრი სიახლეები, მოკლედ ძალიან მალე დაიგებთ ამ ყველაფერს. მე ხას აქტიურ ფაზაში ვართ, რეგიონებში დავდივართ, კონცერტებს ვატარებთ, ეხლა ნუ დიდი მასშტაბების და ის არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მოსახლეობასთან და მსმენელთან ესეთი აქტიური კონტაქტი და კავშირი სულ გვაქვს და. მოდით ახლა კიდევ ერთ მუსიკალურ ნაწარმოებს მოვუსმინოთ და შემდეგ გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა.
კონცერტი, ესეთი ცნობილი სახელოვანი ჯგუფის, გუნდის, კოლექტივის უნდა იყოს ახალი სიცოცხლის მიმცემი. ქართული ხმების ახალი კონცერტი მე მგონია, რომ უნდა იყოს ახალი ალბომის პრეზენტაცია, ახალი ჰიტების პრეზენტაცია, ახალი სიცოცხლის პრეზენტაცია, რომელშიც რა თქმა უნდა მაყურებელს გულს მოუმობენ და რამდენიმე ძველ სიმღერასაც შეასრულებენ. ჩვენს გადაცემაში ძალიან ხშირად ვამბობთ სიტყვა ტრადიციას და ღირსეული ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი ანსამბლი იყო ჩვენი სტუმარი, რომელიც კიდევ უფრო ახალ სიცოცხლეს იწყებს. მაშასე საუკეთესო სურვილებით ერთი კვირით გემშვიდობებით. ნახვამდის.